მე მინდა ვთქვა სხვათა შორის გოგა ხაინდრავას სტატუსი წავიკითხე რა. თუ სიმართლე აღმოჩნდა მინიმუმ 15 წელი მელოდება. თუ აღმოჩნდა რომ ტყუილია უნდა მოიხადონ ბოდიში. ეს თანასწორია? ცხადია რა. ხო, რა ვიცი რა, ეს როგორ შეიძლება კანონმდებლობაში იყოს? ადამიანს აბრალებენ რომ რაღაცა საიდანაც წაულები შემოყავდა და ამაში ფულს იღებდა და ეს მთელი ეს რა ქვია არაბიზაციას ასაც აბრალებენ ამხელისებს თურმე ხაიდრავას გაკეთებულია და კიდე ვიღაცეები იქ არიან ჩამონათვალი კომელაური ვიღაცეები. თანაყოდ აბრალებენ, როგორ აბრალებენ კი როგორც ყოველთვის აბრალებენ ჰაერზე. ხო, ჰაერზე რა თქმა უნდა. ცალი საბუთია. არა, მაგიტომაც უშიულა ეხლა. და ეს რას იძახის, იცი რომ ეს სასამართლო რომც მოვიგო, ბოდიში თუ და დაუკმაყოფილდეო. და რო წავაგო 15 წლიანის რო კი მაქვს და ეს ნორმალურიაო, ეს თანასწორიაო. ცხადია რომ არ. ცხადია რომ არ არის და გავაკეთოთ ისე რომ ერთმანეთის პროპორციული იყოს რა ეს ყველაფერი რა. მე მაგას ისეთი ამბები მოყვება გია? მოყვება არა ის არა. როგორც ეხა იმას მოყვა რა რუსულ კანონს და იმას. მოყვება და მოყვეს რა. ბოლო ჩაიგდებენ ენებს და ესეთები გადაგეგორებია ხო? გადაგეგორებია რა. ისე აი მაგას ხოზია მაგას ისეთი რამეები მოყვება რა მოყვება ერთი თუ ჩემი ხარ ორი კინკილა კაცი გამოვა და რაღაცას იმას იკაკანებს რა. ნუ დღესდღეობით გეთანხმები კი ორი კინკილა იყვნენ დარჩენილი, მაგრამ პირველი რუსული კანონის დროს არ იყო ეგრე ბევრი ხალხი. პირველი რუსული კანონის დროს ისე უცბად მოხდა ეს ყველაფერი რომ ემოციისგან ვერ დაიწრიდა ხალხი გესმის? მე ვერც მიხვდა საერთოდ რა მოხდა. და ვერც მიხვდა საერთოდ რა მოხდა და ეს იყო ძალიან სუდი პონტი რომ არ გასულიყავი ქუჩაში. კი. ეგ იყო, აი ეს შეფუთეს ესე რომ ვინც არ გამოვიდო და ის იყო პროგრესების რეგრესიის იყო ბნელი და მოხდა ისე მერე დაიწყო ზუსტად ის ეტაპი, როდესაც ქართულმა ოცნებამ დააღვნიშნეს, რომ ძალიან კარგად დაიწყო საუბარი მის ამომრჩეველთან და მოსახლეობასთან. ანუ ინფორმირება არის აუცილებელი და შესაბამისად დღეს იღებენ ოპოზიციის წარმომადგენლები იმ სურათს, რასაც იღებენ ხო რეალურად რუსთაველზე. 7.5 აკაცუკი დადის და ნუ რაღაცა სიგიჟეებს იძახის და ყვირის რა. არა, აქ მარტო მთავრობასაც და ოცნებასაც ვერ დავაბრალებთ ამას, რომ სწორი გადაწყვეტილებები მიიღეს, რა თქმა უნდა და სწორედ წაიყვანეთ ეს message კომპანია რა, message box-ის კომპანია, მაგრამ ხალხმა ძალიან დიდი როლი ითამაშა. ხალხი დაბრძენდა, გია, ამდენი წელი ხა ამ ძიძგილაობაში დაბრძენდა. აი ჩვენთან რომ მშვიდობაა, აი ლომის ველი ხალხის როლია. ჩვენ მშვიდობაა, მე მეორე საერთოდ ახლა უყურებს ხო ეს ქართველი ხალხი და ხედავს რომ იქით ამ ხარეს ნეგატივის გარდა არაფერი არ არის, ხო? სულ ნეგატივია. წინაზე თუ წინის წინაგადაცემაზე ვიძახდით მაგას უბრალოდ რომ ანუ მაგათ საინფორმაციო ბადეს რო შეხედო, არაფერი არ იხსნება, არაფერი არ კეთდება, სპექტაკლი არ იყვება, კინო არ გამოდის. არაფერი კარგი არ ხდება, მარტო ცუდი ხდება და აღარ უნდა იმ ხალხს ეს ცუდი. არა, ჯერ ეს ერთი და მეორე ერთი, ნუ ახლა პირველი ახლა რა დღეს საქართველოს რო გადარჩენილია? ეს არის მშვიდობა. მშვიდობა ხო არის, მაგრამ ეს არის იმენა ხალხის დამსახურება. კი, ბრძენა. პირველ რიგში არის ხალხის დამსახურება, თორემ მეოცნება ვერაფერს ვერ იზამდა ამ ხალხის გარეშე რა. და მადლობა ბრძენ ქართველებს. და ყველა პირველ რიგში მადლობა ბრძენ ქართულ ხალხს რა.